მედიასთან კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პირდაპირ ეთერში ვრთავთ მამუკა მდინარაძეს. რას ნიშნავს ახალგაზრდებში ამერიკაში და ფონდზე როდესაც ინციდენტების გადაჭრილზე გამომდინარე საუბრობდა. რას ნიშნავს ეს და მეორე რატომ შეარჩიეთ ეს ცოდნა? პირველ რიგში მინდა მივუღოთ თამარ ტალიაშვილს პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება ამ სფეროში და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რამდენად გულით უდგება თავის საქმეს და ასევე გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ამ ბოლო დროს გამოწვევად გვექცა ის, რომ თავარია თუ კი ასეთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ადამიანი, ის საკუთარი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. და თუ კი შეიძლება ვინმეზე გარანტია აიღო, ერთ-ერთი მათ შორის თამარ ტალიაშვილია, რომ ის ზუსტადაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, სადაც უნდა იყოს. რაც შეეხება საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას, ჩვენ ბევრი ვისაუბრე ამაზე, ახალი არავისთვის იქნება ის თუ ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ დეკლარირებით, წარსულში ჩვენ ასეთ ბევრი გვახსოვს, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებები და ასე შემდეგ, თუმცა არც ახლა და არც მაშინ, არც უვიზო მიმოსვლა გვაქვს ამ ქვეყანასთან, არც პირდაპირი ფრენები გვაქვს და ის კი არა, რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვიზების გაცემით საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საუბარი, რაც უნდა ამაზე სიტყვები გითხრან, ჩვენ ამ სიტყვებზე არ ვიქნებით აწყობილები, ჩვენ ავეწყობთ იმაზე, რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის. მეგობრობის ხარისხიც ამით განისაზღვრება და როდესაც ელჩი ინიშნება დღეს უკვე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც ჩვენ სახვეწარი აღარ გაგვიხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, სახვეწარი არ გაგვიხდება პირდაპირი ფრენები, სახვეწარი არ გაგვიხდება თავისუფალი ვაჭრობა და აქ ჩვენ დავწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები, განცხადებები არავის არაფერში ჭირდება. თავარია ქმედითი შედეგები და განცხადება, რომელიც წინა განცხადებებისგან განსხვავებით არის მხარდამჭერი საქართველოსი, ჩვენ წინა პოზიციებში გვახსოვს იყო კრიტიკული პოზიციები, კრიტიკული განცხადებები მათ მხრიდან, მათი ვიზესაუბრობთ? განცხადება ისინი ამბობენ, რომ მიუწვული არიან ბუქარესტის სამიტის და ინფორმაციული დაპირისპირება. შეიცვალა თითქოს ეს განცხადებების შინაარსი. ძალიან კრიტიკული და ახლა იყო ეს განცხადება, რას ნიშნავს ეს განცხადება? ჩვენ რამდენიმე წლის წინაც კი ძალიან გვიხაროდა თითოეული პოზიტიური განცხადება და ძალიან სენსიტიურები ვიყავით, ასე დავარქვათ, თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ. შემდეგ აღმოჩნდა და ჩვენთვის ეს აღმოჩენილი იყო და ხალხმაც აღმოაჩინა, ქართულმა ხალხმა, რომ თითოეული განცხადების უკან ეს ბუნებრივი ამბავია, რამე ახალი კი არ არის. იმ განცხადებების ავტორების ინტერესები იმალებოდა. ეს ბუნებრივი ამბავია საქართველოს სხვასთან დაკავშირებით, რომ აკეთებს განცხადებას, ბუნებრივია საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. არ გვიკვირს არც ერთი გერმანელის, არც ერთი ფრანგის, არც ერთი ამერიკელის, არც ერთი ბრიტანელის განცხადება, სადაც უპირატესია მისივე ქვეყნის ან იმ ძალების ინტერესები, რომელიც ძალებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ, ეს ბუნებრივი ამბავია. მაგრამ ჩვენ გვიკვირს, პრინციპში აღარ გვიკვირს, მაგრამ ალბათ ასე უნდა ვთქვათ, მაინც საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვას და არა საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ სამშობლოს. და როდესაც განცხადება არის პოზიტიური, ეს ძალიან კარგია, თუმცა მოქმედება ამ შემთხვევაშიც უფრო მთავარია. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მხარდამხარ იბრძოდა დასავლელ პარტნიორებთან ერთად და იბრძვის შვიდობისათვის, ასე გვჯეროდა და ასე გვინდა მომავალშიც გვჯეროდეს
ნატოს სხვადასხვა ქვეყნების ჯარების მხარდამხარ და არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ამ საქმეში. საქართველოს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითაც კი დაამტკიცა, რომ ისინი ერთგულები არიან ღირებულებების და მშვიდობის უპირატესი ინტერესი. მაგრამ სამწუხაროდ ეს ინტერესები შეიცვალა და მე საქართველოს ვიღაცას მოუნდა რომ ომის ინტერესების თანაზიარი ყოფილიყო. და ამაში ვიღაცებს არ შევყევით და კრიტიკაც ყველაზე რბილად რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, ბჭალებში ძალიან სერიოზული მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ, როდესაც საუბარი იყო მშვიდობისათვის ბრძოლაზე, ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ და 300-ზე მეტი, 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და 300-ზე მეტი ასევე ქართველი ჯარისკაცი დაღუპული ერთი მხრივ სამწუხაროდ და დასახიჩრებული ყავს ამ ბრძოლებში. შესაბამისად, ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებას. განცხადება შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. გაახორციელდა რამდენიმე საკითხი ცვლილება, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ წმინდა დაიწყო უწყებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს ჩამოშლება ხდება უკან, ვინც არის სანქცირებულიო, რომ გამიმარტოთ რა ლოგიკით, რა სპეციფიკით მოხდა ეს ცვლილებები და უპასუხოთ ოპონენტებსაც ამ ბრალდებებთან თუ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ჩვენ უნდა მივიჩვიოთ, რომ არ გავაკეთოთ განცხადებები იმ ლოგიკაზე, რომელი ლოგიკითაც მოქმედებს სხვა. ლოგიკაზე თუა საუბარი, ეს გეკაგელაძეს უნდა კითხოთ, რა ლოგიკით განხორციელდა ის გადანაცვლებები და ალბათ რა ვიცი 90%-ზე მეტი იყო გარკვეული როტაცია და ბუნებრივი ამას მივესალმებით, იმიტომ რომ მე პირადად მაგალითად მიმაჩნია, რომ 6, 7 და 10 წელი იგივე თანამდებობაზე აღმასრულებელ რგოლში განსაკუთრებით და საპოლიციო და მსგავს უწყებებში ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. მაგალითი შემიძლია მოვიტანო ვაჟა ცირაძის, რომელიც არის უდაოდ სერიოზული პროფესიონალი და თავისი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი და ის დიდი წარმატებით ართმევს და ართმევდა თავის მოვალეობას და მისმა პერსონამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სამაგალითო პოლიციელი იყოს. მან ბევრჯერ დაამტკიცა. ის გადავიდა ასევე ძალიან საპასუხისმგებლო, თუ რანგებით ავიღეთ, ალბათ თანაბარი პოზიციაა თანამდებობაზე დეპარტამენტის უფროსად თბილისის პოლიციის, რაც რა ვიცი ქვეყანაში მინისტრის მოადგილეებს ხანდახან ადარებენ ხოლმე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი პოზიციაა თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თუ მინისტრის მოადგილე. აი ესეთი შედარებაც კი გამიგია, რაც აბსოლუტურად რელევანტურია და ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე. ასევე შეგვიძლია გავყოთ თითოეული მათგანის პოზიციურ ცვლილებას და პროფესიონალები ახორციელებენ ამ ცვლილებას. გეკაგელაძე არის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, რა და საკადრო გადაადგილებები მათ შორის, როგორც სხვა რამ არ ეშლება და სწორად მართავს, თავის უწყებას უკვე იგრძნობა ეს ყველაფერი, ამასაც სწორად განახორციელებს და ასევე მინდა მივესალმო მის ნაბიჯებს ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული გარკვეული რეფორმატორული მიდგომების შესახებაც კი. ვახტანგ გომელაური ძალიან დიდი წარმატებით ართმევდა ამ ყველაფერს თავს და გეკაგელაძე მიიღო გამოწვევა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა. მათ შორის ეგრეთ წოდებულ საპატრულო პოლიციის მიდგომებთან დაკავშირებით რამდენი ჯარი მაიწერება, სადაც მიზანი არის და ჩვენი ყველასი მიდგომაც ეს არის, პოლიტიკური მიდგომა, მაგრამ მიზანი არის, რომ ადამიანები არ გრძნობდნენ ვიღაცასთან შედარებით დაჩაგრულად თავს და ვიღაც არ გრძნობდეს პირიქით ვიღაცასთან შედარებით პრივილეგირებულად თავს. მათ შორის შუშების და მინების დაბურვიდან დაწყებული ბასლაინზე სიარული და ასე შემდეგ. ჩვენი მიდგომაა, რომ არ იყვნენ პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დარღვევა ყველასთვის არის დარღვევა და ამ მიდგომას კიდევ უფრო თუ განამტკიცებს გეკაგელაძე, ბუნებრივია ამას მივესალმებით და პირიქით მოვუწონებთ და ხელშევუწყობთ ამ მიდგომაში. ბოდიში, რიგია. ხარება რა შუაშია თქვენი სპეკულაცია. ბოდიში, გთხოვთ ერთ რაღაცას. ერთი წამით. გთხოვთ ერთ რამეს. ფორმულას წარმოადგენელს, ნაცმოძრაობის წარმოადგენელს გთხოვთ. ნუ ჩაეჩრებით თქვენი კოლეგის კითხვაში. თუ შეიძლება. თქვენი წესი არ არის უწესობაა ბოდიში. ძანეთ. მოკლედ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკა მინდობს დანიშნოს საქართველოს ელჩიო, რომ
გარკვეული გზავნილები გადასცეს იმისათვის, რომ შემდგომ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდოს კრიტიკული გზავნილები. ეს სწორედ ეს არის მიზანი იმისა, თუ რატომაც დანიშნა ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს ელჩი. ვინ თქვა ეს? ოპოზიციაში აცხადებენ. ეს რა აღმოუჩენიათ გზავნილების დავასრულოთ და მაშინ კითხეთ ამის შემდეგ. კი ბატონო. ანუ ეს საოცრება როგორ აღმოაჩინა ოპოზიციამ, მე გაოგნებული ვარ პირდაპირ, რა თქმა უნდა, ხუმრობ, რომ ესე იგი ელჩი იმიტომ დანიშნულა, რომ გზავნილები გადასცენ, საერთოდ ელჩები ამიტომ არიან, რომ რაღაც გზავნილებს გადასცენ და გადმოსცემენ ხოლმე ერთმანეთს გვიხლები. ან აქედან გადავცემთ ხოლმე, ან იქიდან გამოგცემენ და საერთოდ ელჩები ძირითადად ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ალაგებენ, სტრატეგიულ თანამშრომლობას აღრმავებენ, მეგობრობას აღრმავებენ, ან ხისტად უდგებიან ისეთ სახელმწიფოს, რომელიც სახელმწიფოც ვთქვათ, მეორე სახელმწიფოს თუ რამეში არასწორად ექცევა და ამით არიან საერთოდ ელჩები დაკავებული და ოპოზიციამ ეს როგორ აღმოაჩინა წარმოუდგენელი. მე მეგონა რომ ჯერ ვერ აღმოაჩინდა ამას, რომ ელჩები გზავნილებს გადასცემენ და გადმოსცემენ ხოლმე ამას შესაბამის ქვეყნებს, სადაც ისინი ინიშნებიან. აი, ამაზე სერიოზულად უნდა გავცე მათ პასუხი. მე არ მგონია რომ სერიოზულად უნდა გავცე მას პასუხი. ახლა თქვენ ჩამოყალიბდით. შემდეგ თქვენ და შემდეგ თქვენ ალბათ. იყო თქვენ პირველი კანდიდატი, რომელიც მიიღეთ თანხმობა, თუ განიხილებოდა სხვა კანდიდატების ფერფლებთან შეთანხმებამდე, რომ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა, ხო? არა, არ ყოფილა სხვა კანდიდატი, მე როგორც ვიცი, არა, არ იყო სხვა. რომ დაჭირდა ტექნიკურ პროცედურებს და არა მაგალითად დროით გაწევა. რა დრო დაჭირდა, კაცო? Deep State-ზე ვლაპარაკობდა გლობალური ომის პარტიაზე და არაფორმალურ გავლენებზე და მათი გავლენით არაერთ გაკეთებულ განცხადებაზე და ასე შემდეგ. და ტექნიკური რაშუაშია თავი მოვიტყუოთ, ეხლა ჩვენ ტექნიკური რაღაც თქვენ ჩვენ მხარეს ისე გადმოხვედით, რომ გაპრობებაც არ გივარგათ, თუ რაშვება ფორმულა ვერ მივხვდი. რა ტექნიკური პრობლემები? ჩემი აზრით აბსოლუტურად თვალნათლივია ყველაფერი, რომ ამდენი ხანი მათ შორის არაფორმალური გავლენების წყალობით ბჭყალებში საქართველოს ელს არ ჰქონდა შესაბამისი თანხმობა. და ახლა მიიღო. ჩვენ ვამბობთ ამას და ფორმულა და ტექნიკური პრობლემებიო? დიახ, მის სხვა ინფორმაცია არ მართლა. რაც შეეხება იქ ნეწერან ასევე ტრანსლაცია, იქნება თუ შეიძლება სამყარო, იუსალმები თუ ამბატონი კონდუქციებს შეიძლება საქართველოს სამინისტრო. ამ შეშემშეულ სწორედ თავის როზე მაგალითად ხარება საფრთხის სულიეს პირობებს. ამ თქვენ ამ მიმართულებით ჰქონდათ პრეტენზიები მასთან? არა. აბსოლუტურად სპეკულაციურია თქვენი კითხვა. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. და მათ შორის ეს ადამიანი რა სახელ და გვარ მითხარით ვიზისაუბრობ თქვენ? დიახ. მათ შორის ბატონი ზვიადი, რომელიც თავისი საქმის კარგი პროფესიონალია სხვათა შორის, შეიძლება მე არც ვიცი ეს დეტალი, მაგრამ შეიძლება მას ის დააბურვები და რასაც თქვენ ახლა სიღრმეში ჩადიხართ რაღაც ძალიან სპეკულაცია, ძალიან დაბიო პიარიდან გამომდინარე, მას ეს კანონითაც ეკუთვნოდა და პოლიციელებს, საპოლიციო ძალებს თანამდებობებს ეს პრივილეგია, რაც მე წეღარ ვახსენე, ამ შემთხვევაში თუ პრივილეგია თქვენი მხრიდან აღიქმება, ნახეთ, ეს ქვეცნობიერის ამბავია. ეს ვიღაცისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს არსებული შესრულების დროს არსებული საჭიროებაა და თქვენთვის პრივილეგია, ეს არის ნაციზმუნება, ნახეთ. არა, მე არ მიგულისხმე აბსოლუტურად პოლიციელი იქ. დიახ. ნახეთ, აი ნაციზმუნება რაში მდგომარეობს, უკაცრავად რომ გამხდეთ. ნაციზმუნება იმაში მდგომარეობს, რომ იმ წუთას წავიდა პრივილეგია, ვახსენეთ თუ არა, თქვენ იგულისხმეთ აი ეს საკითხი, ასე, ამგვარად. ნაცობის დროს ასე ხდებოდა, კი. და დღეს ამას ძალაუფლებად, პრივილეგიად რომ არ აღვიქვათ, ეს ვერც კი წარმოგიდგენიათ. ვერ წარმოგიდგენიათ, ამიტომ დაისვეს ეს შეკითხვა. და ამიტომ გაგახსენდათ თქვენ სპეკულაციურად ხარებაც როგორც თქვენ ახსენებთ და ასე შემდეგ. ოდიშ. და ასე თუ არ დაასწრეთ. მე რაც ვიცი, აი გულწრფელად გეტყვით. ესეც ვერ წარმოგიდგენთ. მე რაც ვიცი, თუ სწორად ვიცი, ოღონდ შეიძლება მეშლებოდეს, ასე დეტალურად ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საკადრო გადაადგილებებით არ შეიძლება ინტერესდებოდი, ხო? ბატონი ზვიადი კადრების განკარგულებაში გადავიდა და თუ მისი ნება იქნება მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან.
კადრების განკარგულება არის, როდესაც პოზიციური ცვლილება ხდება და ახალი თანამდებობის დაკავების აუცილებლად მეორე დღეს იმავე წამს არ არის, კადრების განკარგულებაში გადადიან ხოლმე როგორც ვიცი ორთვიანი ვადა. მე ვიცი რომ რამდენიმე ადამიანი ესეთი ინფორმაცია მაქვს ყოველ შემთხვევაში გადაამოწმეთ, იკითხეთ წინაგან საქართველოს სამინისტროში არის კადრების განკარგულებაში. თქვენ რომ დათხოვნის ეძახით, წინაგანში რჩებიან პოლიციის პირად შემადგენლობაში. ამიტომ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა, მაგრამ მე თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, თუ თავად არ დაწერა პატაკი და არ დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები, ის სხვა პოზიციაზე გადამასვლდება. ამ თემას გავაგრძელებ და კიდევ მინდა გითხოთ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით თუ შეიძლება. მოკლედ ხარებას შემცვლელი მიხეილ სააკაშვილის დროს ან ნაციონალური წარსული აქვს ამ ადამიანს. ვის ბაჩიაშვილს? ვინც ხარებას შემცვლელი არის და ის მიხეილ სააკაშვილს ყავს დაჯილდოებული ვახტანგ გორგასლის ორდენით. და შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, ხშირად გვესმის ხოლმე, რომ აი ნაცები და ნაცების დროინდელი ადამიანები არც ერთ თანამდებობებზე არ დაინიშნებიან, მაგრამ აგერ ხედავთ, რომ სააკაშვილს დაჯილდოებული ყავს ეს ადამიანი, ვინც ხარებას შეცვლის ესეთი. ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში, სანამ მეორე კითხვას დამისვათ, პირველ კითხვაზე უნდა გაგცეთ პასუხი დეტალურად. ძალიან დიდი მადლობა ინფორმირებისათვის, როგორც თქვენ დასვით ეს შეკითხვა. რაც მე საშუალებას მაძლევს ერთხელ და სამუდამოდ გაგარკვიოთ იმ ორი ტერმინის განსხვავებაში, რაც თქვენ ახლა კითხვაში ისე ბრძანეთ, რომ მე მგონია ვერც მიხვდით. ნაცები და ნაცების დროინდელი ადამიანები. ჩვენ ყველა განცხადება, მათ შორის ამ ტრიბუნიდან, რასაც საპარლამენტო ტრიბუნა ქვია, როცა პარლამენტის წევრი იყო და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობდა ნაცების დროინდელ და იმ დროს მომუშავე ადამიანებზე კი არა. ნაცებზე ვსაუბრობთ, ნაცებზე. ანუ თუ ადამიანი მუშაობდა იმ პერიოდში და საჯარო სამსახურში რაღაცა პოზიციას, განსაკუთრებით რიგით პოზიციას იკავებდა, ეს ნაცობას არ ნიშნავს. და მე შეგახსენებთ, რომ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წელს მაგალითად ნაცმოძრაობამ საჯარო სექტორში კი პირწმინდა წააგო არჩევნები. პირწმინდად. და საჯარო სექტორის უდიდესმა ნაწილმა ალბათ მინიმუმ 70%-მა მაშინ თქვენ და გასაკვირად ხმა მისცა ქართულ ოცნებას 70%-მა. ეხლა ნაცების დროს რომ რაღაც თანამდებობას იკავებდა, რაღაც პოზიციას იკავებდა, რაღაც იყო პოლიციელი, გმირი პოლიციელი, თავის სამშობლოს ემსახურებოდა და ეს ადამიანი რადგან მუშაობდა, თან არ აქვს მნიშვნელობა ვისაძლევდა ხმას, ამით არ ვარჩევთ, მაგრამ თან დღეს ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები მხარდამჭერებიც კი არ იყვნენ ნაცმოძრაობაში და ამ ადამიანებზე თქვენ გინდათ ნაცის იარლი მოარგოთ, ეს არ გამოგივათ და თქვენი პიარის გამკვირვებია, კაცო, ჩვენიანი იყო და საშინელი ადამიანია, მაგ პიარს როგორ ალაგებ ტვ პირველი. ნაცები არ, სწორია, აი ხა სწორია, ნახეთ როგორ გაასწორეთ წამში. დიახ, არც ერთი ნაცი არც ერთ უწყებაში. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არც ერთი ნაცი არც ერთ უწყებაში თანამდებობაზე არ იქნება ძალიან მალე. უკვე თითქმის გაწმენდილია. არც ერთი რა მნიშვნელობს სააკაშვილმა იქ როგორ იყო, იცით? მაგ დეტალში ჩავალ. თქვენ გონია მოგერიდებით ახლა მაგაც. მაგალითად ვიღაცას რომ წამახალისებელი პიარული ღონისძიებები ამოირჩევდნენ კარგ პოლიციელს, კარგ გამომძიებას და აჯილდოებდნენ ხოლმე. შესაბამისად, ბოდიში. ერთ წამი. ნახეთ თქვენ რო გაგიჭირდათ არ მასრულებინებ სიტყვას. მტკიცებულება ესა რომ არ მასრულებინებ წინადებას. ნახეთ, ამოარჩევდნენ ხოლმე წარმატებულ პიარისათვის ჭირდებოდათ. წარმატებულ პოლიციელს, რიგიც, წარმატებულ პროკურორს, წარმატებულ საჯარო მოხელეს და აჯილდოებდნენ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ასეთი პიარისთვის ამ ადამიანების დაჯილდოებას იყენებდნენ, ჩვენ ეს ადამიანები არსად არ დავნიშნოთ, ეს გინდათ? და მართლა რა პიარია, რა ჩვენიანი იყო და საზღარი ადამიანია. ამ პიარს როგორ ალაგებს? პირველი უბრალოდ ვიხდები. ეხლა რაც შეეხება შემდეგ კითხვას, ამას ალაგებთ კი. რაც შეეხება შემდეგ კითხვას. ყაველაშვილიო, რა არ დაგისვიათ მომეჩვენა? კი. და ის არ იყო ნაცი და ეს მე აგიხსენით და მაინც ვერ მივხვდით. სააკაშვილი რა პრინციპით აჯილდოებდა აგიხსენით, რა მერკანტოლიტიკურ დეფისი, მერკანტილური მიზნებით აჯილდოება ის აგიხსენით და მაინც ყაველაშვილზე გადმოხედეთ, რომლის შედარება არ შეიძლება. რა ვერქნა? ხატიამ რა ვერქნა თქვენ რო ეხმაროთ? კაი, მე დამისვაში. და მეორე კითხვა მქონდა მაშინ ნაციმას გასაგები არის. მეორე კითხვა რომელიც ამ კითხვაში მინდოდა რომ
გამისვა და ეს ერთ კითხვა ჩამქლოდა. ეხება პარტიის სირაძის შემცვლელს ლევან მაისურაძე არის, რომელსაც დაუფასდა თუ არა ნიკამელიას გადაცემაში მონაწილეობის მიღება და მოხდა თუ არა მისი დაწინაურება. ლევან მაისურაძე სად გაიტაცეს მალე? სად გაიტაცეს მალე გადაცებული იყო? არა, ეს ადამიანი არის ის პირი, რომელმაც დიდი ალბათობით კამერებიც კი მოხსნა ნიკამელიას მანქანაზე, რომ ვერ მომხდარიყო ნიკამელიას გადაცემის ჩაწერა. სად გადაცემის ჩაწერა? რა? სად გაიტაცეს? რომელზე თუ ნახავენ მელიამ ყავს სად გაიტაცეს? სად გაიტაცეს? გირაოს გადახდის დრო ჯერ კიდევ არ იყო აღმოწურული მისის თვასთან, როდესაც გააჩერეს და პოლიციელებს გავიგე. ანუ იქ მონაწილე ათობით არა, ასობით იყო. 480 პოლიცია. და ეს დაუფასდა თუ არა მას? რა, შეცდომებს უშევ თქვენ ასობით იყო პირველი აცხადება და ეხა გახდა ათობით? რამდენიმე ერთეული გახდება ორ კვირაში? მე არა თქვენ თუ არა ეს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. გამტაცებლებს ნიშნავს გეგაგელაძე. ეგ გინდათ? მიპასუხეთ, შეიძლება და შემდეგ გაგიბას თვითონაც მეკითხეთ ბოდიში გიხდით. ან ეს არაფერშუაშია. ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალობა, სამშობლოს ერთგულება და ღირსეული ადამიანობა და თავის სამსახურებული უფლებამოსილების ზედმიწევნის სწორად შესრულება და ის რომ გეკა გელაძემ იფიქრა, რომ ეს არის კარგი მენეჯერი, პროფესიონალი პოლიციელი, თავის სამშობლო უყვარს და დანიშნა კონკრეტულ თანამდებობას და თქვენ გინდათ რომ ეხა რაღაც გატაცება არა გამოტაცება. ეს გატაცება რაღაც ბოლო დროის ახალი მესიჯია, იმის ქმარი გაიტაცეს, იმისის გაიტაცეს, გამოიტაცეს, გაიტაცეს არა ეს. ბაჩიაშვილზე უნდა გითხრათ აუცილებლად. და ბაჩიაშვილზე მივიდეთ რომ გითხრათ აუცილებლად. თუნდაც ჩემი გეტყვით. და პირველი კითხვებს უკვე ვცნობთ ინასა. როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილთან ერთად? რო აღმოჩნდა ეს უკვე დაადგინეთ. ახლა აინტერესებთ როგორ აღმოჩნდა. გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, საპირისპირო არ დადგენილია ბატონო გამყვა და გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ იმ ვერკნხეში იჯდა ბოდიში უნდა შეგაწყვეტო. საპირისპირო არ დადგენილა ეს? ანუ გამოძება ხომ და ჩატარდა სამსახურთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ, რომ ბაჩიაშვილი არ სიმართლეს ამბობს, ამ ყვის და ამასთან მინდა რომ ზუსტად კითხოთ, ესე იგი პროკურატურისთვის აქვს მიმართული რომ საპირისპირო არ დადგენილა რა არგუმენტია? ხო არ გჯერათ. ნებისმიერ სისულელეს სიტყვით. რა ამჯერა ძალიან მაგარია, ანრი ოხანაშვილი თუ იქ იყო. ესე იგი მიპასუხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კი პასუხი. სულ სიძიებს საქმეს, რაშიც ბაჩიაშვილი თავად ამ სუსტებს, ესე რომ ვთქვათ, ბრალს და ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა გადაცემის დროს იგივე. მოდი ახლა მე გასწავლით თქვენ. და ზოგადად როგორც ვიცით, პროკურატურისთვისაც მიწოდებულია ბაჩიაშვილის ინფორმაცია და საჩივარი მათ შორის გადაცემასთან დაკავშირებით და პროკურატურაც არაფერი არ გაუკეთებს. ჯერ მართლა რომ ერთი წამი წავყვეთ ამ გიჟურ ვერსიას. რომელ ვერსიაშიც ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან ვიდრე, რა ვიცი, M16, მოსადი და სხვადასხვა წამყვანი უსაფრთხოების სამსახურების სოფლის. უფრო მაგარია ქართული სპეცსამსახური, დიდი მადლობა ამ პიარისათვის. უღრმესი მადლობა ქართული უსაფრთხოების სამსახურებისა და ზოგადად ქართული სახელმწიფოს სახელით, რომ ასეთ რეკლამას უკეთებთ ქართული უსაფრთხოების სამსახურს. ეს ერთი. მეორე, მოდი წავყვეთ ახლა ამ ვერსიას. ანუ რა ხდება აბუ-დაბიში თუ დუბაიში სად იყო? სად იძახის? რო იქ ხავიო? დუბაიში იყო? სად იყო? საიდან დაბრუნდა? დუბაიში ჩავიდა ანრი ოხანაშვილი და მოიპარა ადამიანი და გამოიტაცა. მეორე, ამ ვერსიაში გატაცება რატოა ეს მითხარით? გატაცება რატოა? ქართული უსაფრთხოების სამსახური ჩასულა, ტომარა ჩამოусმევია თავზე, როგორც თქვენ ამტკიცებთ? გავიგე. არა, როცა უსაფრთხოების სამსახური ჩავიდა, თქვენ ვერსიას მიყვები. უსაფრთხოების სამსახური ჩავიდა იმაში დუბაიში, ტომარა ჩამოაცვა ანრი ოხანაშვილის თავზე, გაიტაცა, არადგინ არაფერი, ჩასვა თვითმფრინავში ჩამოიყვანა. გატაცება რატოა? შავდებული ეს ადამიანი. დეპორტაცია თუ ექსტრადიცია? დეპორტაცია, ექსტრადიცია როდის ხდება, იცი? იმ ქვეყნის სპეცსამსახურები დააკავებენ და გადმოგცემენ. და შენი ქვეყნის სპეცსამსახური სპეცოპერაციას ატარებს. დანაშაული როგორ არის დამნაშავის დაკავება? მართლა რო ასე იყოს თქო, მოგყვებით. ასე სულელს ამტკიცებთ ხალხო. ნახეთ, ერთი წამით მართლა რო ჩავყვეთ. ამას ქვია სპეცოპერაცია ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სხვა ქვეყანაში, რო დავიჯეროთ. თქვენ ვერსიაზე ვლაპარაკობ, ამას კი არ ვიჯერებ, კაცო. თქვენ რა დანაშაულს მსჯავრდებულს დაკავება, როგორ შეიძლება დანაშაული იყოს? ასე სულელს ამტკიცებთ.
ექსტრადაცია და დეპორტაცია. ანუ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს მე რო სპეცსამსახური ვიყო და მის წარმომადგენელი. ჩემი ქვეყნის მოქალაქეს რო დავაკავებ ჩემ ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულზე. ექსტრადაცია უნდა გავუკეთო? რა სისულელეს ამტკიცებთ? ვიღაც დამრიგებელი ჭკუის არ ხავთქებსო ელემენტარული რაღაცა რო გითხრათ. ვერსიას რაღაცას უჯერებთ ბაჩიაშვილს, იმ ვერსიაზე მუშაობთ, სიუჟეტებს აკეთებთ და დანაშაულია ვიძახ ქართულმა სპეცსამსახურებმა ანრი ოხანაშვილმა მოიპარა სხვა ქვეყანაშიო და ექსტრადაცია უნდა გაეკეთებინო ერთ იურისტს როგორ აქ სამსახურში თქვა რომ დაგარიგოს. მოკლედ ანუ სახელმწიფოს რას არ აკეთებს კაცო ყველაფერს მიმართული აქვს სუსმა როგორ უნდა გამოიწვიოს დანაშაული ის ჩადენასაც ბაჩიაშვილი სუსს ედავება. კარგი ანუ ეს მარტივი ილეთია ნებისმიერ აი თქვენ რაღაცა დანაშაული რო ჩაიდინოთ ხა და ამ დანაშაულთან დაკავშირებით მაგალითად რომელიმე უწყება იძიებდეს საქმეს რომელიმე თქვენ ამოვარჩიეთ ამ ვერსიაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუშვათ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დადებს რაღაცაში ბრალს და აღარ უნდა გამოიძიოს მე პროკურატურაში გადავა მე პროკურატურაზე და თქვით რაღაცა დააბრალეთ მე იქაც მე წავა სუსში მე სუსს დააბრალეთ რაღაცა და ვეღარ მე გამოიძიოს ყალკანალი თუ რა ოდიში არ უნდა დავამთავრო ამათ რო სიტყვას არ შევარჩენთ ხო იცი ბატონო როცა სუსის ხელმძღვანელს ედავებიან დანაშაულში მონაწილეობას და ამ დროს ისიძიებს ანუ პირველ დღეს რო ჩამოვიდა რატო არ ახსნა შეეშინდა გაიტაცეს ციხიდან და უთხრეს დაასვით მხარის სტრატეგია დიდი მადლობა ფორმულას ჟურნალისტმა ამწამს დაადასტურა რა ღიარებია როგორიც დოდიში ეხლა რო რუსო იმიტომ იცინის რომ ეხმარება რომ მეც გამეცინის უკვე მაცინებენ ისე ვერაფერს ვერ მიშენ მაცინე სასწაულია ერთი წამი არა გამაცინა კაცო ვერ გაგეცის პასუხი ერთი წამი ესე იგი თქვენ სიგიჟეს მეკითხებს და რუსო მაცინებს იქიდან რომ მე რაღაცა ეს არ გავიცი ანუ ფორმულა ჟურნალისტმა ამწამს კაი რუსოს დავასესხებაში აღიარა რომ ეს იყო დაცვის სტრატეგია და არა რეალური ვერსია ანუ ეს ნაწილ თქმა რაღა არის ჩამოვიდა კაცი რაღაცა იქო ვიღაცები ვიცანი აქეთ-იქით არ თქო და მე გააქანა და პირდაპირ ანრი ოხანაშვილზე თქვა და გეუბნებით თანახმავარ მოგყვებით ამ ვერსიაში მეთქი ანრი ოხანაშვილმა თქვენ მეუბნებით რომ გეთანხმებით მეტი რა ვქნა მოგყვებით ამ ვერსია ანრი ოხანაშვილმა ხმა ქვეყანაში ჩაატარა სპეცოპერაცია და დააკავა მსჯავრდებული რა ვიცი სუსი ასე ამტკიცებს და მე ის ვერსია უფრო გამიხარდებოდა მეტი რა გითხრათ სუსი ამტკიცებს რომ საზღვართან დააკავეს და წვანე ზოლში კი ასე ამტკიცებს და მე უფრო გამიხარდებოდა ის ვერსია რომელსაც ბაშიაშვილი ამტკიცებს მაგრამ სუსი გვეუბნება თავისი მტკიცებულებებით რომ აგერ ყავსო ბატონო დაკავებული და მე იმ ვერსიას უფრო ვებხრობი და სიმართლე სამწუხაროდ აქეთ არის რომ სიმართლე არის სამწუხაროდ იქით რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი და იქ კი არ დაუკავებია და კი არ წამოუყვანია და სოფლიოში კინოებში რო არის კინოს რეჟისორის მოგონილი და სცენარისტის ამბის დონის სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია არამედ უბრალოდ აგერ რაღაცის გამო აქეთ მოძრებოდა რაღაცის შიშის თუ ვიღაცის შიშის გამო და დაუკავებია ჩვეულებრივი ღონისძიება არის ასევე წარმატებული სხვათა შორის ჩატარებული საზღვართან მწვანე ზოლთან ახლოს მე იმ ვერსიას უფრო ვევხრობ მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერსია უფრო არის გაჯერებული მტკიცებულებით უსმენდით მამუკა მდინარაძეს